გამარჯობა. მე ვარ იორაკი და ესაა ქართული ამბები. ამ YouTube არხზე მე ქართულ ამბებს მოგიყვებით. აქ გავიხსენებთ ბუმბერას ქართველებს, არც ისე ბუმბერაზებს და ისეთებს, რომლებიც წაუბუმბერაზებენ. წაუბუმბერაზებენ ეს სიტყვა ალბათ პირველად თქვი ცხოვრებაში. მე მოგიყვებით მათ უცნობ თუ ნაცნობ ისტორიებს. ასევე მოგიყვებით სხვადასხვა საინტერესო ამბებს ძველი საქართველოს ცხოვრებიდან, მუსიკიდან, ხელოვნებიდან. ასე რომ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და მე არ მოგაკლებთ ცხელ-ცხელ ქართულ ამბებს. ცხელ-ცხელი ალბათ არ გამოვა, უმეტესობა წინა საუკუნისა ზოგი უფრო ძველიც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? პირველი, კონკაზე მჯდომი ეშმაკები. ეს ამბავი ძველი თბილისის ისტორიიდანაა. დაახლოებით 150 წლის წინ თბილისში ამუშავდა პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კონკა. ეს იყო ტრამვაის ტიპის ტრანსპორტი, რომელშიც შებმული იყვნენ ცხენები. ყველას ხომ არ ქონდა საშუალება საკუთარი ეტლი ყოლოდა ან ტაქსი ეტლებით ემგზავრა, ამიტომ მოიფიქრეს კონკა. მშვენივრად მუშაობდა ეს კონკა, თუმცა ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე. დაახლოებით 20 წელიწადში ეს სატრანსპორტო საშუალება ჩაანაცვლა ელექტროტრამვაი. უმუშევრად დარჩენილ ცხენებს რა ბედი ეწიათ არ ვიცი, აი ელექტროტრამვაის გამოგონებამ კი დიდი ალიაქოთი და წივილ-კივილი გამოიწვია მაშინდელი თბილისის მოსახლეობაში. მათთვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ამხელა რაღაც თავისი დადიოდა. მოიცა, ეს ამხელა ტრამვაი ცხენების გარეშე დადის? როგორ, რანაირად? შეშინებული მოსახლეობის ნაწილმა საერთოდ უარი თქვა ელექტროტრამვაის სარგებლობაზე. შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა კი თავისებური ახსნა მოუძებნეს. როგორ დადის ტრამვაი თავისით? როგორ და ტრამვაის 4 ბორბალზე 4 ეშმაკი ზის და ისინი ატარებენ. დაასკვნეს ლამაზად, მიდი და ეკამათე ახლა. ყველა თანამედროვე ტექნოლოგიაზე ხომ ეგრევე ეშმაკები გვახსენდება არა? თავის დროზე რადიოს გამოგონების დროს იჯდა შიგნით ეშმაკი. ტელევიზორი ჯერ კიდევ გამოგონების პროცესში იყო, როცა ეგრევე ჩასვეს შიგნით ეშმაკი. მახსოვს, მობილურ ტელეფონზეც სერიოზული ეჭვი იყო. პირადობის მოწმობაში თავისთავად. და 5G გასული საუკუნის დასაწყისში კი, როგორც უკვე გითხარით, ეშმაკებს ელექტროტრამვაის მართვა მოუწიათ. თანეტყობა ერთი ვერ ერეოდა და 4 იყვნენ. მეცაც გეტყვით, მაშინდელ თბილისში იმასაც ამბობდნენ, რომ ხიდზე გადასვლის დროს ეშმაკები ხიდს ჩატეხავენ და ტრამვაიში მყოფი ხალხი მტკვარში ჩაცვივდებაო. ამიტომ ხიდთან გააჩერებდნენ ტრანსპორტს, ჩამოიცლებოდა ხალხი, ფეხით გადავიდოდნენ მეორე მხარეს, ცარიელი ტრამვაი იქ-ელოდათ. ჩასხდებოდნენ ისევ და გააგრძელებდნენ მგზავრობას. სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალია ამ ამბავში. განსაკუთრებით დასცინოდნენ ქალებს, ვინც ტრამვაით მგზავრობდა. რას ერჩოდნენ არ ვიცი, მაგრამ ასეთი ლექსი იყო გავრცელებული. მარგალიტი ძვირია, ლეჩაკი ორპირია. ვინც ტრამვაიში ჯდება, იმის ქმარი ვირია. რა ლექსი ესაა, მაგრამ ფაქტია, მუშაობდა. ბევრი კაცი თავის მეუღლეს სასტიკად უკრძალავდა ტრამვაით მგზავრობას. გალაქტიონი და ქალები. ამ ამბავში გალაქტიონზე მოგიყვებით. მე რომ მკითხო, რომელი ერთი სიტყვით დავახასიათებდი პოეტს, ავირჩევდი სიტყვას ჯადოქარი. დღეს მის ერთ-ერთ შედევრზე მერიზე მოგიყვებით. ჩანაწერების მიხედვით ეს ლექსი ასე შეიძლებოდა დაწყებულიყო. შენი მღამეს ჯვარს იწერდი, ჩემო მშვენიერო მერი. მუშაობის პროცესში სხვა ვერსია გაჩნდა. შენი მღამეს ჯვარს იწერდი, მშვენიერო მერი. საბოლოოდ კი მგოსანმა ის აირჩია, რაც ჩვენამდე მოვიდა. შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი. იცოდით, რომ ეს ლექსი ორიგინალში 2 სტროფით მეტი იყო. აბა? ის 2 სტროფი საკმაოდ ეროტიკული ხასიათის ყოფილა და პოეტმა ამოიღო. საქმე ის იყო, რომ ლექსი გამოქვეყნებისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. წარმოიდგინეთ, ქალაქ ქუთაისში ცხოვრობს ყველასთვის ნაცნობი და პატივსაცემი ულამაზესი არისტოკრატი ქალბატონი მერი შერვაშიძე. ამ დროს კი ახალგაზრდა, თუმცა ყველაზე დიდი პოეტი იმავე ქალაქში წერს ლექსს სახელად მერი. ამაზე დიდი საჭორაო თემა რა გინდა რა? აქეთ გალაქტიონი ამბობდა მერი შერვაშიძე არაფერ შუაშიაო. იქით თავადის ქალი ირწმუნებოდა გალაქტიონს არც კი ვიცნობო. თუმცა ვის რაში აინტერესებს სიმართლეა თუ ტყუილი არა? ჩემი აზრით, მერი შერვაშიძე სადღაც ეწყინებოდა კიდეც, თუ მას მართლა არ ეძღვნებოდა ეს ლექსი. ასეა თუ ისე, ლექსიდან ეროტიკული სტროფები ამოიღეს. არც ახლა ადვილი ქუთაისში თითით საჩვენებელ დამსახურებულ ქალბატონს ეროტიკული ლექსი დაუწერო და მაშინ რა იქნებოდა არა?
თვითონ მგოსანი 40 წლის მერეც არ აღიარებდა, რომ ეს ლექსი მერი შერვაშიძეს ეძღვნებოდა. მერი ალბათ არსებობდა, იყო ასეთი ქალი. სხვათა შორის მიაწერა გალაქტიონმა ეს ფრაზა თავის უბის წიგნებში. გალაქტიონი და უცნობი ქალი. ბარემ გალაქტიონზე და ქალებზე გიყვებით და ერთ ამბავსაც გავიხსენებ. მოსკოვში კინოში ყოფილა გალაქტიონი და გვერდით მჯდომ ქალბატონს მოსწონებია. პოეტს ხელი მოჰკიდა და მაგრად მოუჭირა. დიდხანს მსხდარა ნასე. გადაეშვა რომანტიკის მორევში ჩვენი ლეგენდა. მოგვიანებით ეს ამბავი გალაქტიონმა ტიციანს მოუყვა. წარმომიდგენია რა ახტაცებით მოუყვებოდა მეფე პოეტი ამ ულამაზეს რომანტიკულ ისტორიას თავის ბიძაშვილს. ტიციანმა უსმინა და ბოლოს უთხრა ბოზი იქნებოდაო. ისე ეწყინა გალაქტიონს ეს, რომ კაიხანს ხმას არ სცემდა თურმე. აფერისტი ვაჟა-ფშაველა. ქართული ამბები ვაჟა-ფშაველას გარეშე გამოვა? არ გამოვა. ეს ამბავი იმდროინდელია, როცა ჯერ ისევ ლუკა რაზიკაშვილია და ვაჟა-ფშაველათი არ ვიცნობდით ჩვენ საამაყო ქართველს. ერთხელ ახალგაზრდა ლუკა თავის მეგობრებთან ერთად სათიფში ყოფილა წასული. იმუშავეს ბიჭებმა მუხლ ჩაუხრელად და მოსაღამოვდა კიდეც. უცებ ვაჟა წამოწოლილა მინდორში და მეგობრებისთვის დაუძახია. მოვიწამლე ბიჭებო, მიშველეთო. ბიჭებიც მიცვიდნენ და აბა რა მოგივიდა? აბა ლუკა შენი ჭირიმი, აბა რითი გიშველოთო? ამწყდარა ერთი ამბავი. წყალი რომ დავლიე, რაღაც ჩავაყოლე და ვკვდებიო. თან უთხოვია, თქვენი დახმარება მჭირდება. საკაცე შეკარით, სახლში ჩამიტანეთ, უზიარებელი არ მინდა სიკვდილი, იქნებ ცოცხალმა ჩავასწრო. არიქა დაფაცურდა ხალხი სასწრაფოდ, ტოტებით, ნაჭრებით, საკაცე შეუკრავთ, ზედ დაუწვენიათ ჩვენი ვაჟბატონი და ჩამოუყვანიათ სახლში. დააწვინეს სახლის ეზოში. ერთ-ერთი გავარდა მღვდლის მოსაყვანად. აქეთ კეკე მისი პირველი ცოლი მორბის და ლოყებს იხოგავს. წევს კაცი და არ ინძლევა. ბოლოს ამოუწევია თავი ვაჟას და კეკესთვის უთქვამს არაყი მომიტანეო. მოუტანია მეუღლეს არაყი. ვაჟამაც გადაკრა ერთი ჭიქა, ნელ-ნელა წამოდგა არყის ბოთლით ხელში, შელასლასდა სახლში და კარები სასწრაფოდ მოკეტა და შიგნიდან გადარაზა. რა ეკნა კაცს? ეზარებოდა მთელი დღე ნამუშევარს დაღლილს ფეხით სიარული. ასე ფარაონივით ჩამოიყვანეს მეგობრებმა. მერე შეურიგდებოდნენ ალბათ. ვაჟას ახლა მაგას ვინ არ აპატიებდა რა? Love story. ახლა კი მინდა რომ ერთ-ერთი ცნობილი სიყვარულის ისტორია მოგითხროთ. დაახლოებით 130 წლის წინ თბილისში ერთი ცნობილი ნოტარიუსი ცხოვრობდა ივანე პოლტორაცკი. ერთი ქალიშვილი ყავდა ივანეს, ნინო. ნინო იყო უაღრესად განებივრებული. ფუფუნებაში ცხოვრობდა და პარიზში სწავლობდა კონსერვატორიაში. მამამ ივანემ ნებიერა ქალიშვილი თვით ილია ჭავჭავაძეს მოანათქრინა. ხომ წარმოგიდგენიათ ასეთ გოგონას რამდენი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა არა? თუმცა მისი გული მთელი ცხოვრება ერთადერთ ადამიანს ეკუთვნოდა. ცოლადაც გაჰყვა და სიკვდილამდეც მისი ერთგული დარჩა. ცხადია 16 თაყაიშვილს გულისხმობ. ჯვრის წერის შემდეგ ეს სანთლები შეუნახავს ნინოს და ემიგრაციაში მხოლოდ ისაუღია. 1921 წელს თებერვალში, როცა ჩვენთან რუსული არმია შემოვიდა, ექვთიმემ და ნინომ მთავრობის წევრებთან ერთად ჩუმად დატოვეს თბილისი. ნინოს დისშვილი იხსენებს, რომ როცა თოვლი მოვიდა, ბავშვებთან ერთად ეზოში თამაშობდა. მერე დეიდასთან გადაწყვიტა მისვლა. თუმცა სახლში არავინ დახვდა. მაგიდაზე ჭურჭელიც კი არ იყო ალაგებული და სარეცხიც კი ეკიდა თოქზე. წავიდეთ პარიზში. გავყვეთ ჩვენს დიდებულ წყვილს. ამხელაც თუნებით სავსე ქალაქია პარიზი. საკმარისია ნინო და ექვთიმე შეეხონ სულ რამდენიმე ისტორიულ მონეტას და მათთვის მდიდარი და უზრუნველი ცხოვრება დაიწყება. მაგრამ არა მეგობრებო, ნინო მუშაობას იწყებს, პიანინოზე უკრავს დღეში დაახლოებით 30-მდე პიესას და გასამრჯელოს იღებს. მეუღლესთან ერთად ინაწილებს ამხელა ტვირთს და პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. თითქმის მეოთხედი საუკუნე. ასე დარჩა ლეგენდად მაშინდელი love story მდიდარ ქალზე, რომელიც ცოლად გაჰყვა ღარიბ, მაგრამ ღირსეულ ადამიანს. მასთან ერთად გაიარა განსაცდელებით დახუნცლული ცხოვრება.